ბატონი ლაშა შერგელაშვილი, მე მინდა მივესალმო მას, ის ჩართვით იქნება დღეს ჩვენთან. ბატონი ლაშა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების უფროსი. ამავე დროს ის არის BBC-ს საგამოძიებო ფილმის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი რესპონდენტი. ბატონ ლაშა, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ჩემი პირველი კითხვა უკავშირდება თქვენს რეაქციას სუსის და ზოგადად ადგილობრივი ხელისუფლების რეჟიმის ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით, რომლებიც მათ აი ამ რამდენიმე დღიანი სრულიად გაუმჭვირვალე გამოძიების შედეგად საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასაც გამოუქვეყნეს. ნუ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო საკითხი უკავშირდება ამ დარბევების დროს გამოყენებული ქიმიური აგენტის და მისი გამხსნელის რაობას. დასახელებები, რომლებიც მათ თქვეს, თითქოს არ არის ჩამონათვალში აკრძალული ნივთიერებებისა, რამდენად ამაკმაყოფილებელი იყო თქვენთვის სუსისის ოფიციალური ვერსია. გამარჯობათ ბატონო გიორგი, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. წინასწარ ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ვინაიდან პირველად ამაქვს ღია ეთერში საუბრის შესაძლებლობა. რაც შეეხება თქვენ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩვენ როგორც ვიცით და ამას ადევნებდით თვალყურსაც მთელი ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, როდესაც პირველად გავიდა BBC-ს ფილმი, მათ დამცინავად, შემდეგ უარყვეს, შემდეგ რაღაც თითქოს ნეიტრალური დაიკავეს, შემდეგ თვითონ გამოძიება ჩაატარეს და ასე შემდეგ. ჩემის აზრით, მე ვერ ვეტყვი, მე ქიმიკოსი არა ვარ, არ ვიცი მისი შემადგენლობა, მე ვიცი მხოლოდ პრაქტიკაში როგორი იყო ეს. მე ვიცი მხოლოდ როგორ გამოიყენებოდა ეს და რაც პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ როდესაც მას ერთმანეთში აზავებდნენ, მაშინ ეს ადამიანები ორნი იყვნენ, ორი პიროვნება იყო ყოველთვის შეზავების პროცესში. მე შორიდან მაქვს ეს ნანახი, ახლოში იქ მე ვერ მივიდოდი. ისინი იყვნენ კომბინიზონებში ჩაცმულები, აი წარმოიდგინეთ კომბინიზონებში, ერთ წინახები უკეთიათ, სპეციალური კომბინიზონით არიან, ხელთათმანებით აღჭურვილები და ესეთ პროცესში ურევდნენ ამ ერთმანეთში ამ ქიმიურ ფხვნილს და სითხეს. აქედან გამომდინარე მე ვერ გეტყვით და ვერ გიპასუხებთ თუ სუსის განცხადება რამდენად მართებული არის, მაგრამ შემიძლია ჩემი მოსაზრება გითხრათ, რომ ისინი ტყვიან, მათ ბევრი რამე დამალეს. როგორც მინიმუმ ბატონ ლაშა, თქვენ მათ შორის BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურეთ ფაქტი, რომ ეს ნივთიერებები, რაც არის საუბარი იმ კონკრეტული კოდის ქვეშ, მათ შორის ალბათობით COVID და ასევე გამხსნელი, რომლის გამოყენებაც ძალიან საშიშ შეზავებას გამოიწვევდა, რომლის გამოყენებაც მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ აკრძალულია ყველა კონვენციით. თქვენ თქვით, რომ 2009 წელს იყო ჯერ კიდევ ნაყიდი, თქვენ ამის შემდეგ, წლების შემდეგ დაკვირვებული ხართ მისი დატესტვის, ანუ გამოცდის, ასე ვთქვათ, მცდელობას და აქვე თქვენ მოყევით როგორ იყო რეაქციები და ასევე გადაწყვეტილება, რომ ის არ ყოფილიყო გამოყენებული. მოგვიანებით თქვენ კიდევ დააზუსტეთ, რომ იმდენად საშიში რეაქციების მატარებელი აღმოჩნდა, რომ ცალკე დაასაწყობეთ სრულიად სხვა შენობაში. აი ეს დეტალები გვინდა რომ კიდევ უფრო მეტად განგვიმარტოთ. დიახ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ. ნახეთ როგორ იყო თავიდან რო დავიწყო, ცოტა აზრსაც ჩამოვაყალიბებ, 2 წუთი მომეცით. კი ბატონო. როდესაც მე BBC-დან მიკავშირდა, ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, ეს არ ყოფილა დაუშვათ 1-2 დღეში. მიდიოდა მოლაპარაკებები ერთმანეთში. ამის შემდეგ ისინი ჩამოვიდნენ ჩემთან და მე მათ მაჩვენეს მოწამლული ადამიანების რაოდენობა და სია და მათ შორის ექიმების თავიანთი მოსაზრება და თქვენს რომ ჩვენ როდესაც მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ რა გამოიყენეს მათ იმისათვის რომ ამ ადამიანებს უმკურნალოთ მათ ჩვენ გვითხრეს რომ უარი მივიღეთ და გვითხრეს რომ არაფერი არ გამოუყენებიათ მთხოვეს დახმარება იმაში რომ თუ შევძლებდი როგორმე რომ დამედგინა მე ეს ქიმიური შენაერთების კოდი მე შევეცადე და მედგინე ეს კოდი და მათ გადავეცი. ამის შემდეგ ისინი მე კვლავ დამიკავშირდნენ და მთხოვეს რომ ჩვენ გვინდა
გავაკეთოთ ფილმი ამ გამოძიებასთან დაკავშირებით და ძალიან გთხოვთ მნიშვნელოვანი იქნება თუ მიიღებთ ამაში მონაწილეობას. Რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს იყო ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა წარმოდგენაც არ მაქვს, ახლა გუშინ რაღაც გამოაცხადეს, რომ უკვე მეძებენ და რაღაცაზე ბრალი წამიყენეს, წარმოდგენაც არ მაქვს ჯერ რა ხდება და რა სიტუაცია არის. მე ამას ვათვითცნობიერებდი ყველაფერს, მე ვიცოდი ეს წინასწარ რომ შეიძლებოდა რა თქმა უნდა ესეთი რთული პირობების წინაშე აღმოჩენილიყავი, მაგრამ მე მაინც წავედი რისკზე იმისათვის რომ სიმართლე დადგენილიყო. უბრალოდ რომ სიმართლე ყოფილიყო და იმ ადამიანებსაც როგორმე შველა ქონოდათ. რაც შეეხება თვითონ ამ პროცესს, როდესაც ჩვენ ეს დავტესტეთ 2009 წელს, ალბათ მე შეიძლება ვცდებოდი ამას ზუსტად ვერ გეტყვით, ან 2009 წლამდე. ეს მოხდა იალღუჯეზე ჩვენ ყოველთვის ვტესტავდით ნებისმიერ საშუალებას, რაც არ უნდა მეგოღო იმისათვის, რომ გაგვეგო მისი რეაქცია როგორი იქნებოდა. ტესტირების დროს იქ იყო უამრავი ადამიანი, მარტო მე არ ყოფილვარ. ტესტირების დროს, მაგრამ უყურეთ რა მინდა ბატონო გიორგი რო გითხრათ, რომ შემცველობა თვითონ ამ შენაერთების ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა რა. ეს უშუალოდ მე, იმიტომ რომ მე ვიყავი პასუხისგებელი, ვინაიდან ჩემს აღრიცხვაზე იყო ხელმძღვანელობა ჩემი, რომელიც ზემოდან აკვირდებოდა ამ პროცესებს და მათ შორის კიდევ მაღალი თანამდებობის პირები. ამ პროცესში როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს გაცილებით ძლიერი არის ვიდრე რომელიმე ნებისმიერი წიწაკის გაზი მანამდე მიღებული, რომელსაც ჩვენ არაერთხელ დავტესტეთ, მოვახსენეთ, რომ ესეთი პროცესები არის, რომ ადამიანს ხანგრძლივად უნვითარდება მოწამვლის პროცესი, შემდეგ ემართება რაღაც ღებინებები და ასე შემდეგ. ჩვენ როგორც ასე რომ ვთქვათ, ტესტირების მომენტში შევთავაზეთ, რომ არ იქნებოდა ამის გამოყენება სასურველი. და სხვათა შორის მაშინვე თქვენს რომ კი ბატონო თუ ეს ესეთი თემა არის, მაშინ არ გამოვიყენოთ. და აქედან გამომდინარე მოხდა ამის დალუქვა. მე მახსოვს ახლა როგორ კონტეინერებში იყო, იქ იყო ლიტრიანი ბანკები, ეს ליטრიანი ბანკები არის ხუნილი, რომელიც ზავდებოდა შემდეგ ამ სითხეში და ესენი ცალ-ცალკე დაასაწყობეს ეგრეთ წოდებულ ბოქსში, ცალკე. ანუ ცალკე იზოლირებულ სივრცეში. ცალკე იზოლირებულ სივრცეში, იმიტომ რომ იმის შემდეგ წლები გავიდა, ბატონოშა, ძალიან ბევრი დრო გავიდა, ჩვენ საუბრობთ 2009 წელზე, შეიძლება ოდნავ იქით კიდევ და ახლა უკვე საუბრობთ 2024 წელზე, თუმცა თქვენ საუბრობთ ასევე, რომ ის გამოყენებული რაღაც მსგავსი იქნა გამოყენებული სიმპტომების მიხედვით, ჯერ კიდევ 2020 წლის 8 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული მანიფესტაციის წინააღმდეგ. რატომ გაგიჩნდათ ეს ეჭვი, რომ სწორედ ის ნივთიერებები და მათი ნაზავი შეიძლებოდა გამოყენებულიყო? მე ეჭვი არ გამიჩნდა ბატონო გიორგი ბოდიში, მე ეჭვი არ გამიჩნდა, მე ზუსტად ვიცი რომ ეს იყო გამოყენებული. მაპატიეთ, იქ ვიყავი იმ პერიოდში, უეცრად დაიწყო ეს ხდებოდა ღამე იყო, მახსოვს სწორედ საათი ზუსტად არ მახსოვს, მეძახიან სასწრაფოდ მოდი ტომამუშაობს, მე მივირბინე ავტომობილ ტომასთან, სადაც სხვათა შორის ავტომობილი ტომა იყო CSGO შენობის ეზოში, შიგნით და გარშემო იდგენ პოლიციის თანამშრომლები. არ მახსოვს GDD-ს თანამშრომლები იდგენ თორემ, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც პოლიციის საპატრულო და დაცვის პოლიციის ფორმები ეწვათ.
როდესაც იქ მე მივირბინე, მე უკვე მივხვდი აქ რაც ხდებოდა, იმიტომ რომ იდგა საშინელი მძაფრისუნი იდგა. პოლიციელები ყვიროდნენ, იფურთხებოდნენ, იგინებოდნენ, რას ვიკეთებ. მახსოვს ზუსტად როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას მანქანაში, კაბინაში მჯდომ ოპერატორს და მძღოლს. შემდეგ ჩვენს ხელმძღვანელობასთან ერთად უცებ მივირბინეთ, კარები გამოვაღეთ და უთხარით რა ხდება, რა მდგომარეობა, ჩემი ბრალი არ არის, ყვირო და ჩემი ბრალი არ არის, პულტი გამოვიდა მწყობრიდან. ანუ მაგ პერიოდში შემდეგ რა მოხდა, ხო, იქ უცებ დაახლოებით ეს რაც ვიცი ახლა მე რაც იმ მომენტში შევესწარი ფაქტს, ორი პოლიციელი მაშინვე გადაიყვანეს სასწრაფო დახმარებით, ზუსტად იგივე სიმპტომები ჰქონდათ. მე ვიცოდი ახლა კი მეკითხებით ეჭვო, მე ვიცოდი, იმიტომ რომ პროცესში, როდესაც ავტომობილი ტომა გადის დავალებაზე და დავალებაზედაც რომ არ გადიოდეს, იმყოფება ბაზაზე, მას ავზში, ანუ აქვს წყლის ავზი, ცალკე, აქვს ცალკე ავზი საღებავებისთვის, საღებავებს იყენებს, აქვს ცალკე ავზი ეგრეთ წოდებული ალმაქრი, ანუ იმ შემთხვევაში ცეცხლი რო გაუჩნდეს ავტომობილს, მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გააფრქვიოს კაფი, ეგრეთ წოდებული კაფი და ამავდროულად აქვს ცალკე თუ არ ვცდები, ეს შეიძლება იყოს 20 ლიტრიანი ან 40 ליטრიანი ავზი ქიმიური შენაზავისათვის. ესენი ეს ავტომობილები მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივად იყვნენ აღჭურვილი, იმიტომ რომ მე ხშირად მიწევდა შემოწმება იმ ნივთიერებების იქიდან გამომდინარე, რომ აღრიცხვას ვაწარმოებდი და ამიტომ მე მას ვამოწმებდი ავტომობილებშიდაც. იყო თუ არა და მით უმეტეს, როდესაც ავტომობილი გადის დავალებაზე, აუცილებლად ამოწმებდნენ მას, რომ ყველაფერი არის თუ არა თავის ადგილზე. აქედან გამომდინარე, მე ეს უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ იქ სწორედ ის ქიმიური შენაერთი იყო, რომელსაც ზემოთ მოგახსენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის თავისთავად, ჩვენ მხოლოდ 2024 წელზე შესაბამისად აღარ ვსაუბრობთ არამედ პრეცედენტზე, რომლის მომსწრეც და შემფასებელი და აღმქმელიც თქვენც ხართ. 2024 წელს რაც შეეხება 2024 წელს თქვენ უკვე ადგილზე არ იყავით, ასე ვთქვათ, მაგრამ თქვენ აკვირდებოდით ამ პროცესს, თავად BBC-მაც მოგაწოდათ როგორც ვიდეო კადრები, იმ ადამიანების ჩვენებები მათ სიმპტომებთან დაკავშირებით, ასევე გარკვეული სამედიცინო შეფასებები და ამან ჩამოგიყალიბა თქვენ აზრი იმასთან მიმართებაში, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო იგივე ნივთიერება, რომელიც მანამდეც, ანუ 2020 წელს ნამდვილად იქნა გამოყენებული. ბატონლაშა, შეგიძლიათ თუ არა გითხრათ უფრო მეტი BBC-ს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რადგან თქვენ არც თუ მინიშნებით მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც და სხვებს, რომლებსაც ეხება შეიძლება გქონდეთ მათ შორის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს, რომ ნუ ეცდებიან დამალონ სინამდვილე, რამდენადაც არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებიც ასევე არიან ამ ინფორმაციის მატარებლები და არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ისეთი ქიმიური ხსნარის გამოყენების ფაქტს, რომელიც კონვენციურად აკრძალული არის. დიახ, მოგახსენებთ, პირველი შემთხვევა ეს იყო 24 წელს, როდესაც მე პირდაპირ ეთერში უყურებდი პროტესტის დარბევებს, მაშინ მე მახსოვს აქა-იქ ადამიანების ყვირილი, რომ რაღაც არის წყალში შერეული, მაშინ მე ჩემთვის ვიფიქრე, რომ ალბათ ქიმიური სითხე შეურიეს. ეს მე ჩემთვის ვიფიქრე. ნუ შემდეგ ამას პროცესები მოყვა, დიახ, BBC-სთან საუბრის დროს, ანუ ნახეთ რა ხდება, რა ვიგრძენი, როდესაც BBC-სთან ვმუშაობდი. ამ პროცესთან დაკავშირებით. მე ვიგრძენი, რომ ისინი მონაყოლს ან რაიმ ვინმეს გაგებულს არ თანხმდებიან
მათ არა აქვთ სურვილი ასეთ ადამიანებთან ითანამშრომლონ, ვინაიდან არაერთხელ განმიმარტეს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენზე არის დიდი პასუხისგებლობა, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება დადგეს უამრავი ადამიანის პასუხისგებლობა ამ ფილმთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა გვქონდეს როგორ დავარქვა ამას მტკიცებულებები, რომელიც ურყევი იქნება აღნიშნული ფაქტის მოსაყვანად. ეს იყო დიდი ხნის პროცესი იყო, თუ არ ვცდები დაახლოებით 6 ან 7 თვის განმავლობაში მიდიოდა. მე ვეძებდი ამ მტკიცებულებებს, სხვათა შორის ბატონო გიორგი, როგორც კი მიხვდნენ, რომ იქ ჩემი სახელი იყო ნახსენები და მე ვიყავი ჩარეული, დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მაღალი თანამდებობის პირები და გამოკითხვები დაუწყეს ჩემზე და მათ დაუდასტურეს, რომ სამწუხაროდ, ეს ზუსტად ესეთი კითხვებით იყო, სამწუხაროდ ეგ არის ის ადამიანი, ვისაც მიუწვდებოდა ხელი ამ აღნიშნულ ქიმიურ ნივთიერებებთან, ეს არის ის ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ მოიპოვებდა მისი არსებობის მტკიცებულებას. ამიტომაც ვეღარ დამალეს უკვე ის პროცესი, რაც უკვე გაშვებული იყო. აქედან გამომდინარე, ამ ხნის განმავლობაში თუ რა მტკიცებულებები აქვს BBC-ს, მე ამას სამწუხაროდ ვერ გეტყვით, რატო? ნახეთ რა ხდება. მაგრამ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი წყარო და თქვენს მიერ მიწვეული დოკუმენტები არ არის ერთადერთი რესურსი, რაზე დაყრდნობითაც მათი საგამოძიებო ვერსია ჩამოყალიბდა. დიახ ბატონო გიორგი და მოგახსენებთ ახლა რატომაც. მე არ მინდა ისეთი რაღაცებიც ვილაპარაკო, დაუშვათ რომელიც შემდეგ მათ რაიმენაირად შეიძლება არ მოეწონოთ, ამიტომ მე იმას ვიტყვი, რაც მე თვითონ ვნახე და მე გადამხდა. ეს იყო ესეთი სიტუაცია. ამ მუშაობის პროცესში ხშირად მეკონტაქტებოდნენ, მაჩვენებდნენ ადამიანების სიებს, მე არ ვასახელებ მათ, იმიტომ რომ მე ცოტა სხვანაირი შეხედულება მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, მსახურობენ და ასე შემდეგ, არ მინდა ეს უხეშად გამომივიდეს, მაგრამ როგორც ჩემი ყოფილი კოლეგები, არ მინდა მათი სახელების და გვარების დასახელება. მაჩვენეს ყველა იმ ადამიანის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართები, ვისაც კი შეხება ჰქონდა აღნიშნულ პროცესთან. მე არ გულისხმობ დარბევის პროცესს, მე გულისხმობ ავტომობილ ტომასთან. ანუ გადაწყვეტილებების მიღების ჯაჭვში და მის აღსრულებაში ვინც იყვნენ ჩართულები, ამ ადამიანების ზუსტი მონაცემები აქვს. დიახ, მძღოლებიც კი, ოპერატორებიც, ხელმძღვანელი პირები და ასე შემდეგ, იერარქიულად ზემოთ ქონდათ აბსოლუტურად და მე მთხოვეს, რომ დამედასტურებინა ამ ადამიანების, არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა, ავთენტურობას, ანუ მართლა ნამდვილობა, რომ ისინი იყვნენ. დიახ, ამ პასუხისმგებლობები და აღჭურვილები, დიახ. დიახ, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ჩვენ ვქონდა ამაზე გარკვეული შეთანხმებები და მიღწევები. ამის შემდეგ კიდევ ჩამოვიდნენ ჩემთან, უკვე ჩამოიყვანეს იურისტები და კერძო საუბარში, როდესაც უკვე ეს დამტკიცებული იყო, უკვე ეს ფილმი მთავრდებოდა და ანუ შემატყობინეს, რომ ძალიან მალე გავიდოდა ფილმი და მისახელეს რიცხვიც და ასე შემდეგ თვეც, როდის უნდა გასულიყო, ამას სხვათა შორის ძალიან საიდუმლოდ ვინახავდით, ანუ მარტო მე ვიყავი საქმის გულში და ის წარმომადგენლები, სხვა არავინ საქმის გულში არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ არ გამსკდარიყო ეს საქმე და აი სწორედ ისე, როგორც ახლა რაღაცა ბრალი წამიყენის, ისე რაღაცა არ მოეგონებინათ, რომ ჩემი ავტორიტეტის შემდეგ შეელახათ. მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ იურისტმა მე როგორი შთაბეჭდილებას დამჭა. მას უკვე
გავლილი აქვს კონსულტაცია ჰააგის იურისტებთან. ვინაიდან საუბრის დროს მითხრა ესეთი რაღაც, რომ ეს იცოდნენ მათ რა საშინელ სითხესაც იყენებდნენ, ქიმიურ შენაერთს იყენებდნენ, თუ არ იცოდნენ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იქედან გამომდინარე, რომ ეს თუ არ იცოდნენ, ეს იყო ექსპერიმენტი, ანუ ექსპერიმენტულად მოწამლეს ადამიანები ისე რომ წარმოდგენაც არ ქონდათ რას იყენებდნენ, ეს არის გაცილებით საშიში დანაშაული კაცობრიობის წინაშე ჩადენილი, ვიდრე ის რომ ეს მოხდა მიზან მიმართულად. აი სწორედ ესეთი პასუხები გამცეს ამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია რაც ახსენეთ ახლა, ანუ BBC-ს გადამღები ჯგუფი და მათი იურისტები უკვე მუშაობდნენ შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით და იქიდან გამომდინარე ჰააგის პერსპექტივითაც უყურებდნენ ამ საქმეს. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე პროცესში, რომელიც პერსპექტივაში ჰააგაში შეიძლება წარმართოს. დიახ, მადეთკენი მივდიოდი, სწორედ ეგ მითხრეს, რომ როდესაც პროცესი დამთავრდა, მითხრეს, რომ არ არის გვიან გადაიფიქრო, თქვა უარი ფილმში მონაწილეობაზე. მე ვთხარი, რას გამოიწვევს ჩემი უარი? ჩემი უარი გამოიწვევს იმას, რომ კი ჩვენ ამას დავასახელებთ, კი რა თქმა უნდა რაღაცა პერიოდის განმავლობაში ისინი მიხვდებიან, რომ ეს შენი გაკეთებულია, მაგრამ რაღაცა კონკრეტულ პერიოდს ეს შენ ანონიმურობას შეინახავს და ასე რომ ვთქვათ, პროცესი უფრო გაიჭიმება. მაგრამ თუ შენ მიიღებ მონაწილეობას, ეს შენზეა დამოკიდებული, ჩვენ ვალდებულები ვართ გაგაფრთხილოთ, რომ შენზე წამოვა ზეწოლები, რომ შეეცდებიან, მე ინგლისურ ენაზე არ ვესაუბრებოდი, თარჯიმანი გვყავდა ჩვენ და მე როგორც გადამითარგმნეს, აი ესეთი სიტყვებით მითხეს, არ ვიცი უბრალოდ ეს ინგლისურად როგორ აწყდეს, რომ აუცილებლად გაგაშავებენ ლაშა, აუცილებლად დაიწყებენ დევნას შენი მეგობრების, ყველა იმ ადამიანის, ვინცა გაქვს, თუ ხარ შენ ამისთვის მზად, მაშინ ჩვენ ამ ფილმს გავუშვებ და მე ვუთხარი, რომ კი ბატონო და მე მიყო მეორე ეტაპი, როდესაც მათ მითხრეს, რომ ეს პროცესი როდესაც დაიძრება, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ჰააგის სასამართლოზე გამოგიძახებენ როგორც მოწმედ. მე ვუთხარი, თუ ეს პროცესი დაეხმარება ჩემს სამშობლოს, კი ბატონო, მე მზად ვარ ამისათვის. თქვენი ასეთი დეტალური აღწერიდან სიტუაციის კარგად ჩანს, რამდენად გააზრებულად გადადგით თქვენს ნაბიჯი, მათ შორის იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც BBC-ს იურისტებმა წაგიხსნეს, თუმცა თქვენ თავადაც კარგად მიხვდებოდით, იცნობთ რა ამ რეჟიმის ბუნებას თავისთავად. ეს პროცესი პარალელურ რეჟიმში დაწყებულია, დაიწყო მათ შორის BBC-ს ფილმის ეთერში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც აი ყოველთვის გასაკვირი იყო ცალკეული საქმეები, სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც აღძრეს იერაღის უკანონო შენახვა, შეძენის თუ ასე შემდეგ ბრალდებებით და მათ შორის თქვენს წინააღმდეგ. წარმოდგენაც არ აქვს რა ხდება ბატონი გიორგი, ოღონ მართლა ეს ითქვა გუშინ, მათ შორის გუწელად გეუბნებით. როგორც სუსის ბრიფინგზე, ასევე პრემიერ-მინისტრი კოლბახიძე, რეჟიმის პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით საუბრობს ამაზე, მინიშნებით, რომ თქვენ უკრაინული სპეცსამსახურების თანამშრომელი ხართ, აქ არის პირდაპირ მინიშნება, თავად ამ თემით ნეგატიურად დაინტერესებული სუბიექტი შემოიყვანონ და დააშენონ ეს იმ ნარატივს, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული, რომ უკრაინის ხელისუფლება მათ ებრძვით, თქვენ მათთან თანამშრომლობთ და ამიტომ ყველაფერს ამისთვის აკეთებთ. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი რამ არის, სანამ თქვენ პასუხს გამცემთ, პირადად პერსონალურად თქვენთან დაკავშირებით, მთავარი არის ზუსტად ის ასეულობი დაზარალებული, მათი სხეულები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ობიექტური და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი, ანალიზე, ლაბორატორიული ექსპერტიზის პერსპექტივები, რომელიც გამოძიებას უბრალოდ ვერ დაემალება, ბოლოს და ბოლოს ის გამხსნელი, რაზეც თქვენ საუბრობთ, ლამის მენდელეევის ტაბულა დაგვაზეპირებინეს, მაგრამ მაინც შეხვედრა გვჭირდება ხოლმე, ხო? აი ტრიკლორეთილენი მაგალითად ვიცით
რომ ნიადაგშიც კი შეიძლება იყოს დარჩენილი და არ იქნება რთული ასე ვთქვათ ამ ხრივ გარკვეული დამატებითი მტკიცებულებების მოძიება, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თქვენს პერსონალურ საფრთხეს ზრდის. ამ მიმართულებით თუ გაქვთ უბრალოდ სურვილი გამოეხმაუროთ უკვე იმ დეზინფორმაციულ ტალღას, რომელიც თქვენი პიროვნების წინააღმდეგ არის ორკესტრირებული. დიახ ბატონო გიორგი და ეხლავე დავამსხვრევ ყველაფერს მაგას ეხლა მე პირველად მოვისმინე რომ სპეციალური ძალები აქვთ ნახსენები როგორც მითხარით და უკრაინასთან დაკავშირებით კეთილი. პირველი რაც მინდა გითხრათ ამ ხსნართან დაკავშირებით ისევე რომ შემდეგ არ მინდა რომ დამავიწყესო დიდი მადლობა ბიჭებს ეს ექიმები ოჩახ მაგარი ადამიანები არიან ოჩახ თქვენ გამძლეობას და თქვენს მამაცობას რომ ესეთი შემართებით ცდილობთ ადამიანების გადარჩენას იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი ჩემი იმ ფაქტის რომ მივიღე BBC-ის ფილმში მონაწილეობა იყო ეგ იმისათვის რომ თუნდაც ერთი ადამიანი გადამერჩინა ეს უკვე ნიშნავს რომ უკვე რაღაც გააკეთე. პირველი მე მოგახსენებთ ბატონო გიორგი, მე დაახლოებით 22 წლის აპრილში ჩამოვედი უკრაინაში. ჩავირიცხე მაშინვე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, დაახლოებით 2 წელიწადნახევარი ვიყავი ასე თუ ისე ბრძოლის და საზღვრის სხვადასხვა ტერიტორიებზე. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მე დავტოვე უკრაინის შეიარაღებული ჯარები და აღარა ვარ უკრაინის შეიარაღებული ჯარებში წელიწადნახევარი ამას აქვს თავისი მიზეზები იქიდან გამომდინარე რომ ჯანმრთელობა გამირთულდა რთული არის ჩემი გადაადგილება იმ ადგილებში და მით უმეტეს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა აქედან გამომდინარე მე წელიწადნახევრის წინ დავტოვე უკრაინის შეიარაღებული ძალები და აღარა ვარ და ამის მტკიცებულებაც მაქვს ნებისმიერ დროს შემიძლია ვაჩვენოთ თუ მათაც თუ რა თქმა უნდა ეს ყველაზე მეორე სამწუხარო ამბავი ის არის რომ უნდათ უკრაინის ჩართულობის პროცესი დააფიქსირონ ამ აღნიშნულ ფილმთან დაკავშირებით რატომ იმიტომ რომ თურმე დიდი სახელი ეს ჩვენ არ გვიკვირს ბატონო ლაშა და არც არავის გაუკვირდება იმიტომ რომ არის ჩამოყალიბებული უკვე კარგად დამუშავებული თვეების და წლების განმავლობაში დეზინფორმაციული ნარატივები რომელზეც ადვილად შენდება ნებისმიერი ახალი მასალა პიროვნება და გასაშავებელია როგორც თქვენ ალბათ ინგლისურად გეტყოდნენ blackmailing ანუ შანტაჟი ასე ვთქვათ გაშავების კამპანია ამაზე დეტალურ განმარტებებს ნამდვილად არც მეკითხავთ და არც მაყურებელი აქ მთავარია მტკიცებულებები აქ მთავარია ის ცოდნითი მასალა მოწმეები რომლებსაც შეუძლიათ გააძლიერონ გაამყარონ ვერსია რომელზეც საუბრობს BBC-ს იქნება ბატონო გიორგი აი ამ ხრივ სანამ დაგამშვიდობებით მინდა ამ ხრივ დაგისვათ ეს შეკითხვა და ასევე რას ურჩევდით იმ ადამიანებს რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ შანსი ითანამშრომლონ გამოძიებასთან დაეხმარონ საკუთარ ხალხს ამავე დროს იმისთვის რომ ცნობილი გახდეს რა მასშტაბის დანაშაული იქნა ჩადენილი რა ზიანი მიადგა მაგ ჯანმრთელობას რომ პირველ რიგში მათ შორის ამ კუთხით ხალხს დავეხმაროთ. მადლობს ბატონო გიორგი ამ შეკითხვისათვის. პირველი ის რომ მოწამლეს ყველანი, მათ შორის პოლიციელებიც, მისი ოჯახის წევრებიც, სპეცრაზმელებიც და ასე შემდეგ, ყველანი ქართული ოცნების ამორჩევლებიც და არამორჩევლებიც. პირველი ეს, მეორე რაც შეეხება პოლიციელებს, ბატონებო და ჯარისკაცებს ისევე როგორც თქვენ და მე ჩვენ ერთ სამშობლოს ერთ ქვეყანას ვემსახურებოდით ყოველთვის ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული ჩვენი ქვეყნის წინაშე და არა რომელიმე პარტიის მიმართ როდესაც შენი ტერიტორიების 20% აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული არის, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ქვეყნის შვილები დახოცა მტერმა, როგორც სამხედროები, ასე მოქალაქე პირები და უკვე აღარც მალავენ იმას, რომ ისინი ღიად და აშკარად თანამშრომლებენ რუსეთის ფედერაციასთან, მე როგორც სამხედრო ვიცე-პოლკოვნიკი ვთვლი ესეთნაირად, რომ ყველა ჯარისკაცი, ვინც აღნიშნულ ფარსში იღებს მონაწილეობას, ის ხელს უწყობს ღალატში
სამშობლოს ჩარევას. აქედან გამომდინარე მე მიუმართე მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს და განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს GDD-ში და მინდა ეხლა გავიმეორო. ნახეთ ბატონებო რა ხდება. ხვალდაზე ეს ყველაფერი დამთავრდება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ყველა მიცის ვინ, სად, როგორ და რა ვითარებაში იყავით. ამ პროცესის შემდეგ არიდება იქნება ძალიან რთული. ეს დაშინების პროცესი, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის დროებითი. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად დამთავრდება. თუ დაგჭირდებათ რომ როგორმე შეძლოთ თქვენი საკუთარი თავი გადაეჩინოთ ამ პროცესიდან, ერთადერთ იმას ვიტყვი, რომ იცი როგორ დამიკავშირდეთ და ჩვენ აუცილებლად უზრუნველყოფთ თქვენს მშვიდობიან გამოსვლას საქართველოსთან თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად. ეს მინდა გადავცე და ასევე დროს მინდა უთხრა ბოლოს და დავამთავრებ ამით, რომ არაფერი არ არის დამალული. ყველაფერი ცნობილია და ყველაფერი გაცხადდება აუცილებლად. თავარი ამას თქვენ როგორ შეეგუებით და თქვენ როგორ გადაიტანთ. მადლობა ძალიან დიდი ბატონი ლაშა შერგელაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების უფროსი. ის არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საკვანძო. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ მოწმეც და რესპონდენტი BBC-ს დოკუმენტურ ფილმში.